ამბები მოხუცი თავს თვლის დავიწყებულად, მიტოვებულად. და ზუსტად ჩვენი გამოჩენით მაგათ უჩნდებათ ისევ სიცოცხლის ჟინი. ნებისმიერი ვიზიტი, როცა ადამიანი მიდის მისამართზე, ყოველთვის გამოგაქვს რაღაცა მაქედან. აი შენი თვალის წინ შეგიძლია წარმოვიდგენ, როგორ იცვლება მათი განწყობა მოწყენილი ადამიანისგან მხიარულ ადამიანამდე. აი სიცოცხლის წყურვილი უჩნდებათ და ისევ აგრძელებენ ბედნიერად ლაპარაკს, გაზიარებას სიხარულის, სიყვარულის. ჩვენი ებრაული თემი ზუსტად მაგისთვის არსებობს, რომ გახადოს მათი ცხოვრება გაცილებით უკეთესი. სამუშაო პერიოდში და ჩვენ ცხოვრების პერიოდში სიცოცხლეების გადარჩენაზე მუშაობთ და ძალიან ვამაყობ, რომ მუშაობ ჯოინტში. ჯოინტ აკეთებს ყველაზე დიდ და მძიმე საქმეს, რაც შეეხება ზუსტად რომ ამ რესურსების და ამ შესაძლებლობების მიწოდება ადგილობრივი თემისთვის და ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობ, ვერც გადარჩებოდა ჯოინტი რო არა. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად მოვიცოთ ყველა მივცეთ მათ შესაძლებლობა, რომ უკეთესი მომავალი ქონდეთ. ებრაული თემი რო არა, ალბათ ძალიან სავალალო მდგომარეობაში იქნებოდა ჩემი ცხოვრება დღესდღეობით. დამანახეს სულ სხვა სამყარო, სითბოთი, სიყვარულით, ზრუნვით. ჩვენ ვიხსენეთ მაგას როგორც ბნელ 90-იან წლებში, იმიტომ რომ არც შუქი იყო, არც გაზი იყო, არც სამსახური იყო, არც გართობა იყო, არც არაფერი არ იყო, საჭმელიც კი არ იყო. ბებიაჩემი იღებდა დახმარებას, მატერიალურ დახმარებას იღებდა, დედაჩემი საწყლში ჩაწვა და პრობლემები ჰქონდა ჯანმრთელობასთან. ებრაული თემი დაგვიდგა გვერდში და ჩემთვის პირადად მოზარდისთვის, როცა გაქვს სკოლაში კვება, როცა გაქვს ბანაკები, სამჯერადი კვები, ეგ იყო ისეთი ფუფუნება, რომელზეც ხალხი ოცნებობს დღესაც კი. ზუსტად იმის დამსახურებით, რომ ებრაელები ერთმანეთს პასუხისგებლები ვარ და ერთმანეთს ვეხმარებით. ეს არის ყველაზე ლამაზი, რაც შეიძლება იყოს ებრაულ თემში. მომავალზე როცა ვლაპარაკობ, ჩემი ძირითადი დავალება იქნება გახდეს უკეთესი და მაგიტომაც ვარ თემში, რომ ახალგაზრდა თაობებს იგივე შესაძლებლობები მივცე და ვიყო მაგალითი ისეთივე, როგორც ჩემ დროს იყვნენ სხვები ჩემი მაგალითები. და ზუსტად ეგ არის ჩემი აზრით წარმატება ამ თემის, როცა შემდეგი თაობა იქნება იგივენაირად ანთობილი, როგორც წინა მომდევნო თაობა. მე თვითონ ვიგრძენი ეს, როცა ვიყავი ბავშვი და ებრაელმა თემა დამეხმარა, მეც მინდა ვიღაცას დავეხმარო, ამ დავაბრუნო ეგ სიკეთე.